ბატონ აპატურაისთან ჰქონდა ხანგრძლივი საუბარი საქართველოს ნატოს თანამშრომლობაზე და პირველ რიგში ჰქონდა საუბარი თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს ურთიერთობაზე. იმ რეფორმებზე, რაც განხორციელებული უნდა იქნეს თავდაცვის უწყებაში, რომ მივახციოთ სრულ სამოქალაქო კონტროლს და ტრანსპარენტულობას სისტემაში. ძალიან მაღალი შეფასებები აქვს როგორც ყოველთვის ჩვენი თავდაცვის სამინისტროს შერაგებული ძალების წარმომადგენლებს, ვინც ავღანეთში გმირულად იბრძვიან და რა თქმა უნდა მაღალი შეფასებები აქვს რა თქმა უნდა ზოგადად ჩვენი ურთიერთობების მომავალს. მე მგონია რომ მომავალი წელი იქნება გადამწყვეტი წელი ერთ-ერთი ნატოსთან დაახლოების კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმაში და ამას რა თქმა უნდა ოქტომბრის არჩევნებმა დემოკრატიულმა გადაცემამ ხელისუფლების ჩვენს ქვეყანაში დიდწილად შეუწყო ხელი. მე საგარეო სამეცნიერო აღნიშნა რომ საინტერესოა თქვენგან მოისმინეს ხედვა როგორ წარმოგიდგენიათ ნატოსთან ურთიერთობის დაახლოება. თუ იყო კონკრეტულ ინიციატივებზე საუბარი ან კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბარი? იყო კონკრეტულად სწორედ ამ ჩვენი ინტეგრაციის პროცესზე საუბარი. ძალიან ბევრი არსებული მექანიზმია, რომელიც ბოლომდე არ არის ათვისებული ტექნიკური დაახლოების, თავდაცვის უწყებებს შორის ურთიერთობის გაღრმავების, რაც ჩვენს მიერ იქნება ათვისებული და მომავალში, როდესაც შედგება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, უკვე კიდევ უფრო მეტი სიცხადე შევა ჩვენი ორთვევი ნატოსთან ურთიერთობების მომავალზე. ეს გაგრძელდება აი საფესო ოპერაციაში მონაწილეობა წარია. ჩვენ ძალიან ნათლად დავადასტურეთ ჩვენი პოლიტიკა და მიდგომა, რომ ვიდრე არ დაასრულდება ჩვენი მისია ავღანეთში, ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენ სამხედრო შენაერთებს. კონტინენტის შემცირებაზე თუ არის საუბარი აქ? არ არის საუბარი კონტინენტის შემცირებაზე, კიდევ ერთხელ გადაწყვეტილება ძალიან ნათელია, ჩვენ იქ ვიდრე მისიას არ მოძურავ, გავაგრძელებთ ჩვენს უფლებას, რაც არ უნდა მძიმე იყოს და თქვენ იცით კიდევ ერთხელ მინდა ვისაუბროთ შემთხვევით და ვისაუბროთ კაპრალი აბაშიძის ოჯახს, მე-18 ვაშკაცი ჯარისკაცი დავყარდეთ, ეს დიდი ტვირთია, რომელსაც საქართველოს ღირსეულად წერს და ჩვენი მეუღლები ღირსეულად წერს.